გადავინაცვლოთ ჩვენი გადაცემის იმ ნაწილზე, როდესაც სტუმრებს ეთმობა ხოლმე გადაცემის ბოლომდე ჩვენი საეთერო დრო, როგორც გადაცემის დასაწყისში ვთქვი. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ ახლა, ეს გახლავთ ტოქსიკური ურთიერთობები და აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი მერიკო გოჯიაშვილი შემოგვერთდა. დილომშვიდობის სტუმრობისთვის. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური არის აი ეს ფრაზა ტოქსიკური ურთიერთობები და რა თქმა უნდა ყველას თავისი საკუთარი აზრი გააჩნია ამასთან დაკავშირებით, თავისი შეხედულება, თუმცა პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს რეალურად ტოქსიკური ურთიერთობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით დილამშვიდობისა. ზუსტადაც რო ვფიქრობდი და ასე არის, რომ ტოქსიკურ ურთიერთობებს ხშირად ვიყენებთ უკვე ამ ტერმინს, როცა მოდიან დიდები, ახალგაზრდები, ბავშვებიც კი მოზარდები, ეს წყვილის ურთიერთობა, თუ ოჯახური, თუ მშობლების და შვილების მეგობრული ურთიერთობა ძალიან ხშირად არის ეს ტერმინი გამოყენებული. თუმცა მინდა აღვნიშნო თავშივე, რომ ყველა კონფლიქტი და ყველა კამათი არ არის ტოქსიური ურთიერთობა. ჩვენ ხანდახან ზოგიერთ ტერმინს ჰიპერბოლიზაციას ვუკეთებთ. ხო, მაგიტომ აღვნიშნე, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალურად, რომ ხან მიჩვენება ხოლმე, რომ თითქოს უადგილოთაც გამოიყენება კონფლიქტი, თავისთავად კონფლიქტი მოისაზრებს ადამიანის ზრდას და აუცილებელიც კია ჩვენს ცხოვრებაში, რომ განვითარდეთ, ჩვენი გონებრივი რუკები გავაფართოვოთ, ჩვენი აზრები გავაფართოვოთ და სხვა ადამიანის აზრი გავიგოთ. შეიძლება ვთქვათ, რომ საჭიროა ხმის აწევა ან რაღაცა ის ემოციური გამოვლინებები, თუ საკუთარი აზრი გინდა გამაგებინო, მაგრამ ადამიანი ემოციური არსება არის და ემოციის გარშე ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და ვერც ერთმანეთს ვერ გავიცნობთ. თუ ასე რაღაცნაირად დაპროგრამებული, ასე გინდა, კარგი ასე იყოს, მაშინ ჩემი სურვილი სად არის? ამიტომ ეს კამათი, განსაკუთრებით თუ წყვილებზე ვლაპარაკობთ ურთიერთობის დასაწყისში, პირველ წლებში გარდაუვალია და აუცილებელიც არის და უნდა გავმიჯნოთ ძალიან ხშირად ჩვენ თვითონვე ესეთი მოლოდინების საფუძველზე, რომ მოლოდინები გვაქვს, რომ აი ყველა კამათი ხა გადავდივარ ტოქსიკურ ურთიერთობაში, შეიძლება ჩვენ თვითონვე გადავზარდოთ ჩვენი ამბიციებით, ჩვენი რაღაცა მოლოდინებით, ჩვენ თვითონ გადავზარდოთ უკვე მართლა ტოქსიკურ ურთიერთობაში და უკვე რაღაცა манипуляციების მეშვეობით ჩვენ თვითონ ამოყოთ თავი ხაფანგში. ქავტამერიკო, აი ხშირად ამ შემთხვევაში წყვილებს შორის განვავრცობ ამ თემას. ხშირად არის, რომ რაღაცნაირად როცა რეალურად არის უკვე არაჯანსაღი ეს ურთიერთობა და მიდის მართლაც რაღაც ტოქსიურისკენ, ხშირად არ გვინდა ამის დაჯერება, ან ვცდილობთ, რომ აი მოდი ახლა გაივლის და ცოტა შევხედავ და კიდე დავალდები, იმიტომ რომ მე ბევრი რაღაც სირთულეები მოყვება ხოლმე ამ ყველაფერს. აი რეალურად რას უნდა მიაქციოს ყოველმა ყურადღება, რა არის ის პირველი ნიშნები, რაც უკვე გვაგრძნობინებს, რომ ურთიერთობა რაღაც აღარ არის უკვე ჯანსაღი. პირველ რიგში ეს ტერმინი არის ფსიქოლოგიაში აქ და ამჟამად, აქ და ახლა ყოფნა და ეს ჩვენი მოლოდინები და აღზრდის სტილების თემა, როცა ერთი ადამიანი ან ორივე ადამიანი რაღაცას თვალს უხუჭავს, რომ თავისით მოგვარდება, აი კონფლიქტი ცუდია, არ დაუპირისპირდე, არაფერი არ უთხრა და ამ დროს გაურკვეველი რჩება და გროვდება უამრავი საკითხი და მე მართლა რისიც გვეშინია, იმას ვიზიდავთ. ყველას ძალიან ჩვენ გვეშინია ესეთი სიღრმისეული დაპირისპირებების და ზუსტად დაგროვილი პრობლემატიკა ახერხებს იმას, რომ მე ეს დაპირისპირება იყოს მოუგვარებელი და ძალიან ბევრი თემაა ხოლმე დაგროვილი და ამის გამორჩევა იმდენად შეუძლებელი ხდება, რომ მართლა ტოქსიურია ურთიერთობა. კი ბატონო, ძალიან ბევრი დეტალია, რაც შეიძლება წყვილმა მაშინვე გაარკვიოს, მაშინვე თქვას, მაშინვე სახელი დაერქვას. სახელდება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რასაც ქვია სახელი, იქ გზაც ჩნდება. თუმცა ბევრს ალბათ აღიარებაც უჭირს და
რაღაცნაირად ამის გაცნობიერებაც, რომ უკვე ეს ურთიერთობა შევიდა ამ ფაზაში, რომ გადადის უფრო თავის იცით რა ყველა თავის მოდელში ცხოვრობს, ყველა თავის რაღაცა სტრუქტურაში ცხოვრობს, ის ჩარჩო რაც დადგა მისი ბავშვობიდან რაღაცა ასაკამდე, თქვა დაოჯახებამდე და ჩვენი წყვილები და ალბათ ჩვენც ასე ვიყავით, ვერ ახერხებენ რომ ჯერ მოიპოვონ ავთენტურობა დაოჯახებამდე, ანუ ჩამოიბერტყონ ის თავიანთი შემოიფსკვნან ჩარჩოები თუ ჯავშნები, ის რაც შეიქმნა მშობლისგან და ისიც აუცილებელია თავის დროზე, ის ჩარჩოც ძალიან მნიშვნელოვანია თავის დროზე, მაგრამ არის რაღაცა შუალედი, როცა ჩვენი ახალგაზრდები გადიან მშობლის ხელიდან და უნდა ავთენტური მე ჩამოყალიბდეს. ორი ავთენტური მე უკვე თავისუფლად ურთიერთობს ერთმანეთთან, მოლოდინები ნაკლებია, მოდელები ნაკლებია, არის აუცილებლად, მაგრამ ნაკლებია და უკვე გარკვევა ადვილი ხდება და ყველა რო თავის მოედანზე, თავის ჩარჩოში მიათრევს მეორე ადამიანს, არ გამოდის ესე ხოლმე ჩემი მოედანი მოყვარს. ეს თითქოს ადამიანების თვისება, გინდა არ გინდა რაღაცნაირად ქვეცნობიერად გამოგდის ასე. ობსესიებია ჩვენი გაჭედილები რაღაცა აზრებში, რწმენა წარმოდგენებში, რომ ეს აუცილებლად ბალი შეუცვლელად წითელი უნდა იყოს. რატომ? იმიტომ რომ ჩემი თვალი ამას ბავშვობიდან მიეჩვია. ან მე ასე დამიდგინეს, ან სულ ასე ვხედავდი და რატომ ვიღაცის ბალი შეყვითელი უნდა იყოს და აი ესეთ რაღაცა ელემენტალურს შეიძლება ისეთი რაღაცა აგორდეს, რომ მოგმართავენ თვითონ გონიათ ძალიან ხშირად რომ რაღაცა უბედურებაში აქვს თავი გაყოფილი და ამ დროს ძალიან მარტივია რომ ეს ჩარჩო მოხსნა მათი გონებრივი რუკები გააფართოვო, არხები გააფართოვო და იხსნება უკვე. იმიტომ რომ ხშირად ადამიანებს დათმობაც უჭირს და რეალურად ეს თითქოს ორჯერ 2-4-ია რომ ურთიერთობა შედგება დათმობისგან, ერთმანეთის გათვალისწინებისგან თუ ასე შემდეგ. ალბათ იშვიათად არის ხოლმე, როდესაც წყვილში ორივე ერთდროულად ხდება რომ ეს ურთიერთობა არის ტოქსიკური. ძირითადად ხდება ხოლმე ისე რომ ერთი მიდის ამ აზრამდე და ესეა და რთულია შემდეგ უკვე მეორე ადამიანს აუხსნა შენი განცდები თუნდაც ან გააგებინო რომ ჯობია დასრულდეს, ვიდრე ვთქვათ ასე გაგრძელდეს. აი ამის მიწოდება როგორ უნდა მოხდეს, რომ რაღაცნაირად ერთ აზრზე მოხდეს შეჯერება, როდესაც ძალიან კი ბატონო, ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ორივე მხარე რაღაცნაირად აი ამ კონფლიქტში ისეა გახვეული, რომ ვერ ხვდებიან, რომ რაღაცა შეიძლება ან შეცვალონ, ან მიმართონ ვინმეს. ეცადონ რომ გამოასწორონ, აი უფრო და უფრო ღრმად შედიან ამ როლში და ძალიან უჭირთ მე. ძალიან ხშირად არის რომ ერთ-ერთი მათგანი ხვდება რომ უკვე მათ შორის რაღაცა ჩაწყდა, ყველაფერი დასრულდა, თითქოს უნდა დაიშალონ, მაგრამ მეორე მხარეს ან და თვითონაც იცით არის რაღაცა ნაწილი რომელიც ჩემ ნახევარმეს უნდა აქედან გაქცევა წასვლა, მაგრამ მეორე მხარე მიჯაჭვულია. ჩვენ რამდენიმე მე ვართ შიგნიდან და აი ეს მიჯაჭვულობები კიდევ რაღაცა თემებით მიჯაჭვულობები, ბავშვით მიჯაჭვულობა, საცხოვრებელი მიჯაჭვულობა, უნარჩვევებით, მეგობრებით მიჯაჭვულობა, იმდენად ღრმა და დიდია აქ იმდენად ეს ჩვენი ნერვული სისტემები ჩაბმულია და ჩახლართული, ჩაწუნული, ასე ვთქვათ, ერთმანეთში, რომ გამოშლა ძალიან ძნელია. ძალიან ტოქსიური ურთიერთობიდან დაშლილი წყვილის დროსაც კი ხდება, რომ თითქოს აი გვამიდადის ადამიანი, თუ გინახავთ, თითქოს მეორეს გაატანა მთელი ენერგია. იმიტომ რომ იმდენი რამეა აქ, თუნდაც 2-3 წლის თანაცხოვრება ხდება საკმარისი, რომ იმდენი რამეა ჩაბმული, რომ აი ყველაფერს აცნობიერებენ, ხვდებიან, წავლენ, მოვლენ, დაბრუნდებიან, დაიშლებიან, დაბრუნდებიან. აი დარღვეულია ყველაფერი, მაგრამ რაღაცა მაინც აბრუნებს და აი თქვენ ახსენეთ რომ ძირითადად მიზეზი ხშირ შემთხვევაში წყვილებს შორის არის ხოლმე ბავშვი, რომელსაც ასახელებენ, რომ თქვათ აი ბავშვის გამო უნდა ვიყოთ ერთად. რეალურად რა გავლენას ახდენს ბავშვებზე, რომელიც არის ყველაზე სენსიტიური და მოსაფრთხილებელი თემა, აი ესეთი ურთიერთობები, ამ სახის ურთიერთობები რეალურად რა გავლენას ახდენს ბავშვზე, მის მომავალზე და ფსიქიკაზე? ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ეს ცნობილი თემაა, რომ ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობის ტრავმებიდან მოვდივართ.
არატრამული ბავშვობა თითქმის გამორიცხულია და რითიც დავიწყეთ საუბარი, საჭიროც კია რაღაც პატარ-პატარა ტრამვების მიმართ მედეგი იყოს ბავშვი, როცა იზრდება, პატარა კონფლიქტები, რაღაცა გავლილი კონდეს, ნანახი კონდეს, იმიტომ რომ დიდ სამყაროში როცა გადაეშვება, ძალიან ძნელია თუ მას არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, არაფერი არ დაუძლევია და არ გამოუმუშავებია სტრესმედეგობა. მაგრამ არის კონფლიქტები, რისი ბავშვობაში კი არა, დასრულობაში ნახვაც აზიანებს ადამიანს და მით უმეტეს არის ფიზიკური შეხება, არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და манипуляция, როცა წყვილის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი წყვილი არის განადგურებული, უფლება აყრილი, ასე ვთქვათ და სრულიად დემორალიზებული და ბავშვი ამას უყურებს. ხდება მე ემოციურად მიერთება, ჩვენ ვიცით რომ თანაგრძნობაში ბავშვს აქვს ეს რომ სუმთლიანად მიუერთდება, ვთქვათ, იმ მშობელს, რომელიც დაჩაგრულია. და რაღაცა პერიოდი შეიძლება მიუერთდეს, მე რაღაც გარდატეხის ასაკში შეიძლება სუმთლად შეიძულოს ის მომთმენი მშობელი და ბოლოს პასუხი არის ხოლმე რომ რისთვის ითმენდი მე ხო არ მithოვია, ხო? ესეც არის ყველაზე გულსატკენი პასუხი, რასაც ამბობენ ხშირად დედები, მე შენთვის არ მithოვია რომ მოგეთმინა. და მოგვისმენია ასევე ბავშვების და მოზარდების აზრი, რომ დაშორდნენ, მაშინ დავისვენ. კი, და ხშირად ასეა ხოლმე. ხშირად შეიძლება ოჯახში არ ამბობენ, დასრულები არიან, ნამდვილად ყველა. და ყველაზე დამაზიანებელი ის არის, რომ მათ უჩნდებათ კონფლიქტის მოლოდინები, ან ყალიბდებიან манипуляტორები, იმიტომ რომ თავი დაიძვრინონ სხვადასხვა აგრესიისგან და სხვადასხვა ასევე манипуляტორისგან და მზადყოფნაში, აი როგორც რინგზე რო გადის ბოქსიორი, უკვე მომზადებულ პოზაში უჭირავს ხელები, იმიტომ რომ დარტყმას ელოდება, სრულიად მოწმენდილცაზე და არა რინგზე ადამიანი გამოდის ცხოვრების ასპარეზზე, უკვე მუშტები უჭირავს, უკვე მტერს ხედავს, დაოჯახდება სიყვარულით, იწყებენ თანაცხოვრებას და ძალიან მალე იწყება აი ყველაფერ თავდაცვითი ესეთი მექანიზმები და თავდაცვით პოზაში დგომა და ამ დროს არაფერში საჭირო არ არის, არანაირი აუცილებლობა ამისი არ არის, მაგრამ თავს იცავს. და ვახსენე მე რომ ძალიან ხშირად ადამიანს თავისი მოლოდინებისგან ურთიერთობა გადაყავს ტოქსიურში, როცა არის პატარა კამათი, რაც ჯანსაღია. რაც შეიძლება ძალიან საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი რო გავიცნოთ, რაღაც წინააღმდეგობაშიც უნდა მოვიდეთ. გამონათქვამიც არის მოგზაურობაშიო ადამიანი გაიცნობა. კი ბატონო, იმიტომ რომ იქ მოგზაურობაში ის არის თანაცხოვრება, ხო? თუნდაც რამდენიმე დღიანი, მაგრამ ერთჯერ ქვეშ, ერთ სივრცეში რაღაცა გასაყოფია იქ ფინანსურად გასაყოფია. ანუ რაღაცა მცირე მოდელი დგება ოჯახის და ურთიერთობის. და ძალიან უჭირთ ამის გაზიარება, იმიტომ რომ ერთპიროვნულ მართვას თუ უყურებს ადამიანი მთელი ცხოვრება, მისგან რომელიღაცა ტიპაჟი ყალიბდება, მოდელი დედის ან მოდელი მამის, ანუ ჩაგვრელის, ან ჩაგრულის, ან ორივე. აი, როგორ სიტუაციაში მოხდება. ქალტავერიკა ხშირად როცა უკვე გამოკვეთილად იგრძნობა რომ ურთიერთობა ტოქსიურია, არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც არ ასრულებს ამ ურთიერთობას და მაინც ამართლებს, რომ აი მიყვარს და მირჩევნია ავიტანო ეს მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა ფსიქიურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობამდეც და პრობლემებამდეც კი მიიყვანოს ამ ყველაფერმა. აი თქვენ როგორც ფსიქოლოგი ამ შემთხვევაში რა შეგიძლიათ თქვათ, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში დასასრულებელია ესეთი ურთიერთობა იმისთვის, რომ ჯანსაღი ფსიქიკა შევინარჩუნოთ? იცით როგორ არის, თუ ადამიანებს აქვთ სურვილი რომ არის სიყვარული და არის ესეთი მიჯაჭვულობა, ყველა გზა უნდა გამონახონ და გამოძებნონ იმისთვის, რომ რაღაცა გამოსავალი იპოვონ. ან გააჯანსაღონ, ან უნდა დაიშალონ, ხო? ასეთ ტოქსიურ მდგომარეობაში ყოფნა ტოქსინი რა არის, რომ წამლავს ორგანიზმს, ხო? მარტო ის არ არის, რომ ჩვენ არ გვსიამოვნებს კონფლიქტში ყოფნა, აქ ეს ყველაფერი ემოცია და ჩვენი ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ყველაფერი ერთად არის და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს და ანგრევს ადამიანს, რაც
ძალიან ხშირად ადამიანები რამდენჯერ მithქვამს, რომ მოსიარულე დიაგნოზები დადიან ქუჩაში, იმიტომ რომ ხედავ გამომეტყველებას, ხედავ რაღაცაში ფიზიკურობაში ეს გროვდება, სულ რო არ გამოიხატებოდეს გარედან იკვანძება შიგნიდან. აუცილებლად რომელიღაცა ორგანოსნებს, აუცილებლად სადაც სუსტია იქ დაარტყავს ადამიანს და 1000 დიაგნოზები, უკვე სამედიცინო დიაგნოზები, ფსიქოლოგიურის მიღმა პარალელურად ვითარდება სხვადასხვა დიაგნოზი. ამიტომ აუცილებელია რომ მიმართონ სპეციალისტს თუ თვითონ არ გამოვიდა და არ ყოფილი. აი სხვა შორის ეს მინდა და მეკითხა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, აი უცხოეთში, თქვა ფილმებშიც გვინახავს, რომ არის ეს კულტურა, რომ წყვილს როცა აქვს პრობლემა, ერთად მიდიან ფსიქოლოგთან და ცდილობენ ურთიერთობის გადარჩენას. აი ჩვენთან რა ხდება ქალტომერიკო? ჩვენთანაც არის განვითარებული, სხვა შორის ბოლო ალბათ 10 წელი, აი ჩემ თვალწინ ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებები ძალიან კარგად განვითარდა. შემოვიდა უცხოური ინსტიტუტები, გეშტალტ ინსტიტუტი, ფსიქოსინთეზის NLP ინსტიტუტი. აი ძალიან საინტერესოდ განვითარდა ოჯახური თერაპია სხვათა შორის და არიან და არის მომართვიანობა სხვა შორის მოდიან ერთად რამდენიმე სეანს გადიან მე თუ რომელიმეს ალბათ ორივე სჭირდება უმეტეს შემთხვევაში მაგრამ ხან ერთი აგრძელებს ინდივიდუალურად ხან ორივე მაგრამ აი ეს გარკვევა და მედიატორის ჩარევა ასე ვთქვათ ხო მხოლოდ იურიდიულ საქმეში არ არის და მხოლოდ სულიერებაში ვთქვათ აქაც შეიძლება ფსიქოლოგიურად ჩაერიო თუ დასალაგებელია ყველა ფსიქოლოგი ცდილობს პირველ რიგში გაარკვიოს რას მოეჭიდოს, აი რესურსი რა არის მათ შორის, რომ მოეჭიდოს. მაგრამ ხანდახან პირველივე ნაბიჯებიდან ჩანს, რომ ვერ თუ არის ფიზიკური შეხება, ან ისეთი ზეწოლა ფსიქოლოგიური ადამიანი ნადგურდება და ამას ვერ შეაცვლენებ ადამიანს, იქ აუცილებლად დაშორება. ხო, ზოგადად როდესაც ძალადობაზე არის საუბარი და თქვენ რამოდენიმე სახის ძალადობა ახსენეთ, რაც ვერ გაარჩევ ხო რომელი უარესი არის ყველა შემთხვევაში ცუდია. არის შემთხვევები, როდესაც თქვათ ძალადობას არ აქვს ადგილი, მაგრამ ურთიერთობა მაინც მიდის ტოქსიკურობისკენ. არის თუ არა შანსი ამ ყველაფრის გამოსწორების, როდესაც რაღაცა რადიკალურად არ გვაქვს საქმე რა თქმა უნდა. შანსი ანი ყოველთვის არის, თუ არის სურვილი, ყველაზე დიდი რესურსი ადამიანში არის მისი სურვილი. მონდომება და თუ არის შენარჩუნებული სიყვარული. თუ ისეთ მომენტში არ მოგმართეს, რომ ყველაფერი უკვე დაანგრეული, განადგურებული და დასანახად ვეღარ იტანენ ერთმანეთს, აი არის ისეთი ურთიერთობა, რომ ადამიანი ამბობს, რომ სახშირო აი სიკვდილი მირჩევნია და ეძებს თავშესაფარს. ჩვენი ახლა არ მინდა არ ვახსენ, ისე წავიდე რომ ეს არ ვახსენო, ძალიან ხშირად ქალებს როცა უნდათ წასვლა, არის ძალიან ხშირი შემთხვევა, რომ ოჯახი არ იღებს თავისი შობლები უკან არიდებენ და აი ძალიან ბევრი შობელს ურჩევნია შვილს რაღაცა სასიკვდილო დიაგნოზი ქონდეს, ვიდრე დაშორებული შვილი ყავდეს სახლში და აი ეს ცოტა გაუგებარია ჩემთვის, მაგრამ ესეც მოდელია. დროსთან ერთად ესეც ამაზე ხო საუბარი არის. კი ბატონო, თორე არის ძალიან ხშირად გადაწყვეტილება შიგნიდან მიღებული, მაგრამ ტექნიკურად ვერ ახერხებს ქალი რომ წავიდეს იმ ოჯახიდან და წავიდეს დაბრუნდეს სადღაც. ამოუწურავი თემა, ხო, ისეთი. რო არ გვეყოფა, თუმცა ჩემი აზრით ყველა ადამიანს ურჩევდი, რომ როდესაც არის მსგავს ურთიერთობაში აირჩიოს საკუთარი თავი, იმიტომ რომ აუცილებლად სხვანაირად ცხოვრების გაგრძელება ალბათ შეუძლებელია. ძალიან დიდი მადლობა ქალტომერიკო, ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი და ეს რეკომენდაციები რაც მოვისმინეთ, იმედი მაქვს რომ გამოადგებათ ადამიანებს და ჩვენც.